Სალამი მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის Geo AI-ის YouTube არხი. რამდენიმე დღის წინ შევქმნი mini AI ფილმი, უფრო ტრეილერი იდეაში ვიდრე ფილმი, ფარნავაზ მეფის შესახებ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და მოკლედ ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორ გავაკეთე, რა ხელსაწყოები გამოვიყენე და გადავწყვიტე ჩამეწერე პატარა ტუტორიალი, სადაც გაჩვენებ მთლიან პროცესს, როგორ კეთდება მსგავსი ვიდეოები და ასევე გაჩვენებ იმ ხელსაწყოებს, სადაც გამოვიყენე ამ ვიდეოს შექმნისას. სანამ დავიწყოთ, მანამდე მოდი ერთად ნახოთ ტრეილერი. იყო კაცი ძნელი და მესისხლე და ესე დააწესა და ამცნოს პათამის თავით არმედ ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი მოკალთიგი და იყო ჭირი დიდი ნათესავსაზე და ქართველთასა ფარნავაზ წარგზავნა მონათვისი ქუჩისთან და იქმნა ბრძოლა დიდძალი იძლივნეს ბერძენი ფარნავაზისგან ფარნავაზ შექმნა ტერპი დიდი სახელსა ზედათვისა ესე არის არმაზი ვისაც ცალკე გინდათ ტრეილერის ნახვა, შეგიძლიათ ნახოთ ამის წინა ვიდეოში არხზე და გარდა ამისა, სოციქსელებშიც მინდოს ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ იქაც ნახოთ. სანამ დავიწყეთ პატარა განცხადება, ჩვენ ვართ პატარა გუნდი და ვმუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე, იქნება ეს AI ვიდეოების შექმნა, ანიმაციების შექმნა, სოციმედია რეკლამები, ასევე ვებსაიტების და ვებ აპლიკაციების შექმნა, ჩატბოტების ინტეგრირება, ავტომატიზაციები, ასევე კორპორატიული ტრენინგები კომპანიებისთვის ხელოვნურ ინტელექტში და მოკლედ ამ მიმართულებით ყველანაირ პროექტზე მუშაობთ. თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ შემეხმიანოთ ჩემი სოციქსელების მეშვეობით რომელიც იქნება ვიდეოს აღწერაში. კაი, შეგვიძლია დავიწყოთ. ესე იგი, ვიდეოს განმავლობაში გამოვიყენებთ სხვადასხვა ხელსაწყოებს, თუმცა მეტწილად ვიმუშავებთ Higgsfield-ის პლატფორმაზე. Higgsfield არის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა მოდელების ერთ სივრცეში გამოყენება. გულისხმობ სურათების მოდელებს და ვიდეოების მოდელებს. მაგალითად, რო ჩამოშალოთ ახლა სურათების განყოფილება, აქ ვნახავთ სხვადასხვა წამყვან სურათების გენერაციის მოდელებს, როგორიც არის Nano Banana Pro, Nano Banana 2, რომელიც აგერ 2 დღის წინ გამოვიდა და სხვადასხვა მოდელების Seedream 5-დან 0, GPT-ის სურათების მოდელი და ასე შემდეგ. იგივე ვიდეო განყოფილებაში გვაქვს ყველანაირი წამყვანი ვიდეო მოდელი Kling 3-დან 0, რომელიც ასევე ახალია, გვაქვს თქვათ Sora 2, Veo 3.1, Grok-ის ვიდეო გენერაციის მოდელი და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით, ანუ მაგალითად Kling 3-დან 0 უშუალოდ Kling-ის პლატფორმაზე ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. 2 და 6 მოდელი არის ჯერჯერობით ისევ Kling-ზე და აქ Higgsfield-ზე უკვე ხელმისაწვდომია კაიხანია თან. ასე რომ ვინც დაკავებული ხართ ფოტო-ვიდეო გენერაციით და იყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს, შეგიძლიათ მოკლედ ერთ სივრცეში იმუშაოთ. გარდა ამისა, თვითონ Higgsfield-ს აქვს დამატებული სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც შეგიძლიათ გამოვიყენოთ და სწორედ ამ ვიდეოში გამოვიყენებთ ერთ-ერთ ასეთ განყოფილებას, რომელსაც ქვია Cinema Studio. Cinema Studio არის სექცია, სადაც შეგიძლიათ შექმნათ სინემატიკური ვიდეოები, ანუ ფაქტიურად ამ ესე იგი ფუნქციის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ რეჟისორები. მოდი მიმოვიხილოთ, მოკლედ ეს სექცია გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, სურათები და ვიდეოები. ამ შემთხვევაში ჯერ ვისაუბროთ სურათებზე, ანუ აქ გვაქვს სტანდარტული სეტინგები, ესე იგი სურათების რაოდენობა, ანუ შედეგების რაოდენობა, რამდენი სურათი გვინდა დაგვიგენერიროს 1-დან 4-მდე შეგვიძლია დავაგენერიროთ. შემდეგ გვაქვს პროპორციები, ანუ როგორი ტიპის სურათი გვინდა, იქნება ეს ჰორიზონტალური, ვერტიკალური თუ კვადრატული. როგორც ხედავთ, ესე იგი 16:9 და 21:9 გაფართოვებ პროპორციას აწერია სინემატიკი. ანუ რას ნიშნავს ეს? ორივე არის ჰორიზონტალური ფორმატი. თქვენ თუ დააკვირდით ტრეილერს, ესე იგი ზედა და ქვედა მხარეს აქვს შავი ზოლები. ეს არის 21:9 გაფართოება. მე რომ ამერჩია 16:9 გაფართოება, მთლიანი, ესე იგი ტრეილერი გაშლილი იქნებოდა მთლიან ეკრანზე. მე პირადად 21:9 უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო მეტად
აღიქმება როგორც ფილმი და თუნდაც ტრეილერი, ანუ თანამედროვე ტრეილერებიც რომ ნახოთ, თითქმის ყველას აქვს ეს შავი ზოლები, ზევი და ქვევი და შესაბამისად მე გამოვიყენებ 21.900-ს. შემდეგ გვაქვს ესე იგი რეზოლუცია, ხარისხი 1K, 2K, 4K. გვაქვს ასევე გრიდის ფუნქცია, ანუ ამ შემთხვევაში 1-1-ზე თუ დავტოვებთ, დაგვიგენერებს ერთ სურათს, თუ ავირჩევთ 2-2-ზე გრიდ სისტემას, ამ შემთხვევაში დაგვიგენერებს 4 სურათს, ანუ ერთ სურათში იქნება 4 განყოფილება, მოკლედ 4 სურათი იქნება და ისიც იქიდანაც შეგვიძლია ცაცლაკი გადმოვიწეროთ ეს სურათები. შემდეგი ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, ეს არის ელემენტების ფუნქცია. მაგალითად, როდესაც შევქმნით პერსონაჟს, ჩვენ ეს პერსონაჟი შეიძლება სხვადასხვა სცენებში დაგჭირდეს და საჭიროა მისი კონსისტენტურობის შენარჩუნება, ანუ ყველა სცენაში უნდა იყოს ერთ და იგივე ეს პერსონაჟი. სწორედ ამაში გვეხმარება ელემენტების ფუნქციონალი. თუ დავაჭერთ შექმნას, ესე იგი, აქ გვექნება სურათების ატვირთვის შესაძლებლობა, შეგვიძლია ავირჩიოთ კატეგორია, ანუ შესაძლებელია პერსონაჟი არ გვინდოდეს და გვინდოდეს თქვა ლოკაცია, ლოკაციის ელემენტი, რომელიც სხვადასხვა სცენებში უნდა გამოვიყენოთ, ან რაიმე ატრიბუტი, ამ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება თქვა ხმალი ან აბჯარი შეიძლება დაგჭირდეს სხვადასხვა სცენაში ერთ და იგივე ეს ატრიბუტი და ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევქმნათ ატრიბუტის ელემენტი. ანუ როდესაც ავტვირთოთ სურათებს, გავუწერთ სახელს, ავირჩიეთ შესაბამის კატეგორიას, შემდეგ პრომპტის გაწერის დროს, როდესაც ავკრებთ ძაღლუკას, თავისით გვიჩვენებს უკვე მანამდე შექმნილ ელემენტს და პირდაპირ შეგვიძლია ეს ელემენტი ავირჩიოთ. ანუ თავიდან აღარ დაგჭირდება მოკლედ არც სურათების ატვირთვა რეფერენსად და არც იგივე აღწერების გაწერა პრომპტში. კაი, ამას ყველაფერს მოკლედ პრაქტიკაში ვნახავთ. ამის შემდეგ გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს არის ჩვენი სეტაპი, ანუ ნაკრები, სადაც შედის კამერა, ლინზა, ფოკუსური მანძილი და აპერტურა, დიაფრაგმა ქვია, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ვცდები, ხა მე არ ვარ პროფესიონალი რეჟისორი, პროდიუსერი, ვიდეოგრაფი. ესენი ხა რო გამაჩნევდა მკითხვა, მაგალითად ხა კლასიკ ანამორფიკ ლინზა რას ნიშნავს, წარმოდგენა არ მაქვს, აზრზე არა ვარ. თუმცა ზუსტად ამაში შეგვიძლია დავიხმაროთ ხელოვნური ინტელექტი, ჩვენზე მეტი ცოდნა აქვს და შეგვიძლია რაღაც მინიმალურ დონეზე გავერკვეთ. მე მაქვს განზადებული დოკუმენტი, სადაც ესე იგი ყველაფრის ახსნა განმარტება მაქვს, ანუ გულისხმობ კამერის ტიპებს, ესე იგი ლინზებს, ფოკუსურ მანძილს და აპერტურა დიაფრაგმას. ანუ ყველაფერი არის განმარტებული, ესეც რა თქმა უნდა ხელოვნურ ინტელექტს გავაკეთებინე, კერძოდ კლოდის ჩატბოტს დავაწერინე და შევაქმნებინე ეს დოკუმენტი. ამასაც დავლინკავ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაეცნოთ და გადახედოთ. კაი, დაუბრუნდეთ Cinema Studios, ამ სეტაპსაც დაუბრუნდებით ცოტა ხანში. ეხლა გავიაროთ, თქვათ ეტაპები, რა ეტაპები გვჭირდება ვიდეოს შესაქმნელად. პირველი გვჭირდება ისტორია. ანუ ამ შემთხვევაში ხა მე გამოვიყენე ისტორია, რომელიც ყველამ ვიცით. თუ არ ვიცით, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ისტორიაზე წვდომა, უამრავი ინფორმაცია და მასალა არსებობს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორია ძალიან მდიდარია და თუ რაიმე ისტორიული გვინდა ჩვენი ქვეყნის შესახებ, არის უამრავი მასალა და მოკლედ ისტორიის შერჩევა ალბათ არ გაგვიჭირდება. თუ გვინდა სხვა ისტორია, კი ბატონო, ნებისმიერ ისტორიაზე შეგიძლიათ გააკეთოთ ვიდეო. თუ არ გვაქვს ისტორია და არც ეს რაღაცა ისტორიული ვიდეო გვინდა, მაშინ შეგვიძლია ჩატბოტებს კითხო და რაღაცა ისტორიის შექმნაში დავიხმაროთ. მას შემდეგ, რაც შევარჩევთ ისტორიას, შეიძლება პერსონაჟების შექმნა. ეს პერსონაჟები უნდა იყოს კონსისტენტური, ანუ ყველა სცენაში ერთი და იგივე პერსონაჟი უნდა გამოიყურებოდეს ერთნაირად. როდესაც შევქმნით პერსონაჟებს, ამის შემდეგ გვჭირდება უკვე უშუალოდ ესე იგი სცენების ვიზუალების დაგენერება. ანუ უნდა შევქმნათ სურათები სცენების მიხედვით, შეიძლება დაგჭირდეს საწყისი კადრები, შეიძლება საწყისი და თქვათ ბოლო კადრები დაგჭირდეს. მოკლედ, პერსონაჟების შემდეგ უნდა შევქმნათ უკვე სცენის ვიზუალები. სცენების შემდეგ ეს ვიზუალები, ეს სურათები უკვე უნდა გადავაქციოთ ვიდეოებად. ანუ უნდა შევქმნათ ვიდეო კლიპები. ვიდეოების შემდეგ გვჭირდება გახმოვანება, ამ შემთხვევაში ქართული გახმოვანება, ამასაც გაჩვენებთ, როგორ უნდა გავახმოვანოთ ქართულად, შედარებით პროფესიონალურ დონეზე, ისე რომ არ ეტყობოდეს AI ახმოვანებს. ამის შემდეგ გვჭირდება მუსიკალური გაფორმება და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მე პირადად როდესაც თუ ვაკეთებ თქვა ტრეილერის მსგავს ვიდეოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკალურ გაფორმებას. ეხლა რო ჩართოთ ნებისმიერი თანამედროვე ფილმის ტრეილერი, დამეთანხმებით, რომ მუსიკალურ გაფორმება ახდენს ძალიან დიდ გავლენას, ანუ ემოციებზე თამაშობს რა, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა არ იყოს საერთოდ კარგი ფილმი, უხარისხო და ცუდი ფილმი იყოს, მაგრამ ისეთი ტრეილერი ქონდეს, რომ მოგანდომოთ ყურება. ამაში დიდ როლს თამაშობს მუსიკა. გვაქვს ორი ვარიანტი. შევქმნათ ჯერ ვიდეო კლიპები, ანუ ავაწყოთ მთლიანი ტრეილერი და მერე დავაგენერიროთ მუსიკა, ან შევქმნათ მუსიკა და ამის მიხედვით ავაწყოთ კლიპები. ეხლა შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ჯერ მუსიკის დაგენერებას ხორჯობია, ჯერ ვიდეოები დავაგენერიროთ, მაგრამ შეიძლება ვიდეოები დავაგენერიროთ, ავაწყოთ ყველაფერი, შემდეგ დავაგენერიროთ მუსიკა, ეს მუსიკა იყოს ძალიან კარგი, ძალიან შესაბამისი, ეპიკური, დრამატული, მაგრამ როდესაც დავადებთ ამ მუსიკას ჩვენს მიერ გაკეთებულ კლიპებს, შეიძლება ბევრი აცდენები გქონდეს. აცდენებში რას გულისხმობ? ანუ იმ მუსიკაში შესაძლებელია იყოს, თქვათ,
ისეთი მომენტები, სადაც თქვა აი სწრაფი წამიერი კადრებია საჭირო, ან შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, ანუ აი ტრეილერებში ხშირად არის ისეთი მომენტები, როცა რაღაცა წამიერად ჩუმდება ეს მუსიკა, რაღაცა ახლის მოლოდინია და ამ დროს შეიძლება საერთოდ შავი ეკრანი გჭირდებოდეს და ანუ მე შეიძლება ამ ვიდეო კლიპების გადაწყობა დაგჭირდეს და შეიძლება უფრო მეტად საწვალებელი გაგვიხდეს. ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა თუ ვაპირებთ ტრეილერის მსგავსი ვიდეო შექმნას, ჯერ დავაგენეროთ მუსიკა და შემდეგ ამის მიხედვით უფრო გაგვიადვილდება ვიდეო კლიპების აწყობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს. კაი, და ბოლო ეტაპი არის უკვე მონტაჟი. Hixfield-ის პლატფორმა ამის საშუალებას არ იძლევა, ანუ ამ კლიპების შეერთება, გახმოვანების დადება, მუსიკის დადება, ეს რომელიმე ვიდეო ედიტორში ჩვენ თორემ გავაკეთოთ რა, ჯერჯერობით ამის მხარდაჭერა ამ პლატფორმას არ აქვს. კაი, მოკლედ ეს არის მთელი პროცესი. ეს პროცესი უნდა გავიაროთ. ეხლა მე არ ვაპირებ რომ ყველა სცენა ვაგენერირო და თავიდან ნულიდან შევქმნა მთლიანი ტრეილერი ისევ, იმიტომ რომ გამოგვივა 10 საათიანი ტუტორიალი, ამიტომ მე მოგცემთ მიმართულებას, გაჩვენეთ პროცესს და დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მოკლედ, რა ხან თქვი რომ პირველი მუსიკა დააგენერირეთქო, მოდი ჩვენ საუბრობთ და პირველი მუსიკა დავაგენერირო და ამისთვის გამოიყენებ ესე იგი პლატფორმას, რომელსაც ეწოდება 11 Labs. ანუ ეს არის აუდიო გენერაციის პლატფორმა, ბევრი ფუნქციონალი აქვს, შეგვიძლია ტექსტის წაკითხვა, ანუ voice-overების შექმნა, შეგვიძლია ვთქვათ მუსიკის შექმნა, საუნდ ეფექტების შექმნა, ასევე აუდიოდან ტექსტის ტრანსკრიფცია თუ გჭირდება, ამაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. უფასოდაც შეგვიძლია ამ პლატფორმის გამოყენება, რეგისტრაციის დროს, ესე იგი მოგცემს 10,000 კრედიტს, ნახევარი გამოყენებული მაქვს უკვე ფაქტიურად. მოკლედ ძალიან კაი პლატფორმა, ნუ ერთ-ერთი ლიდერია იდეაში აუდიო გენერაციის მიმართულებით. ქართულ გახმოვანებასაც შეეხება, ქართულადაც კითხულობს, კარგად კითხულობს, თუმცა მე მაინც სხვა ხელსაწყოს ვარჩევ ქართული გახმოვანებისთვის, Google AI Studios და ამასაც მოკლედ გაჩვენე. ამ შემთხვევაში გვინდა მუსიკა. ნუ მუსიკის შემთხვევაში ხა ალბათ ყველას გაგიგიათ Suno AI, რომელიც ლიდერია და ნუ ნომერ პირველია მუსიკის გენერაციაში, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, როდესაც გავტესტე, ორივე ხელსაწყო გავტესტე, ბევრად აჯობა 11 Labs-მა მუსიკის გენერაციისას. ანუ კონკრეტულად თქვა ამ ტრეილერის მუსიკის გენერაციისას, ანუ Suno-s ვერსიები ახლოსაც ვერ მოვიდა 11 Labs-თან და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ეს გამომეყენებინა. კაი, მოდი დავაგენერიროთ მუსიკა. აქ მაქვს ჩემი პრომპტების საცავი. ბოლოსინა ვიდეოში სხვა შორის ვაჩვენე როგორ უნდა შევქმნათ მსგავსი ლოკალური აპლიკაცია, თუ გვინდა რაცა პრომპტების დრაფტები რო შევინახოთ. გადავალ აუდიოში და ავირჩევ აი ამას, music trailer Parnavas. დავაკოპირებ და გავუშვებ გენერაციაზე. აქ ბევრი არაფერი გვაქვს, ანუ იდეაში ვეუბნები რომ რაღაცა სინემატიკური ტრეილერის მუსიკა, მძიმე რაღაცა ეს ღრმა ბასებით, ინტენსიური ორკესტრი და რაღაც მოკლედ ესეც AI-ს დავაწერინე. ამ შემთხვევაში ვაკეთებ 2 წუთიან აუდიოს, როგორც ხედავთ, აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ხანგრძლივობა და ასევე შეგვიძლია ავირჩიოთ რაოდენობა ვარიანტების. გვინდა 1, 2 წუთიანი და როგორც ხედავთ 1800 კრედიტი გვიჯდება 2 წუთიანი მუსიკა. ძალიან იაფიც არ არის, 10,000 კრედიტი ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ უფასოდ რაღაცას მოვახერხებთ. კაი, გავუშვათ და ვნახოთ აბა როგორ მუსიკას დააგენერირებთ. რამდენიმე წამში დაგენერირდა ჩვენი მუსიკა და მოდი ვნახოთ აბა როგორი მუსიკა შეგვიძლია. ხო, აი ზუსტად თანამედროვე ტრეილერის მუსიკაა, გავს ახლა მე რაც მაქვს გამოყენებული ჩემს ტრეილერში, დაახლოებით რაღაცა ესეთია ისიც. მოკლედ ესე შეგვიძლია შევქმნათ მუსიკა 11 Labs-ის გამოყენებით. კაი, დაუბრუნდეთ ახლა Cinema Studios. მოკლედ მუსიკა გვაქვს, ახლა გვინდა პერსონაჟის შექმნა. ნუ პერსონაჟში გულისხმობ რა თქმა უნდა პირველ რიგში Parnavas, აქაც მაქვს პრომპტი გამზადებული. პრომპტებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება ხოლმე, აი პრომპტებს როგორ წერ, საიდან წერ. ძირითად შემთხვევაში, როცა ესეთ ვიდეოზე მუშაობ, ან რაიმე პროექტზე მუშაობ, მე რასაც წერ არის მონახაზები. დანარჩენი, ანუ თვითონ უშუალოდ პრომპტებს რაც გენერაციაზე უნდა გაუშვა, ძირითად შემთხვევაში ალბათ 99% ვაწერინებ AI-ს. ამ შემთხვევაში მაქვს გამოყენებული Claude-ის chatbot-ი, ანუ მსგავსია ChatGPT-ის, Gemini-ის, ძალიან ძლიერია, მოკლედ პრომპტების წერაზე რო თქვათ, ესე იგი ChatGPT-ის პრომპტებიც მომწონს, ARC პრომპტებს ერთხელთა შორის და Claude-ის პრომპტებიც მაგრად მომწონს. Gemini-ის პრომპტები, სიმართლე რო გითხრათ, ჩემთვის გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად ვერ მუშაობს. მირჩენია ხოლმე ChatGPT-ს ან Claude-ს დავაწერინო, ორივე მაგრად მუშაობს, მოკლედ. დავუბრუნდეთ ჩვენი პრომპტების საცავს, ესე იგი აქ გვინდა რა, Parnavas-ის წინ ხედი, ხო? ესე იგი კონსისტენტური პერსონაჟები რო შევქმნათ, სასურველია დააგენერიროთ ამ პერსონაჟის წინ ხედი, გვერდხედები, ანუ პროფილიდან
პერსონაჟები და უკანა ხედიც. ამ შემთხვევაში პირველ რიგში დავაგენერებ ესე იგი წინ ხედს. თავსოთ პრომპტი. როგორ დავაწერინე ეს პრომპტი? ანუ აუხსენი მონახაზი, რომ ვაკეთებ ვიდეოს ფარნავაზის შესახებ, თვითონვე აქვს წვდომა უკვე ამ ინფორმაციაზე, ჩვენ ვარ უხსნათ ახლა ვინ იყო ფარნავაზი, რო იყო საქართველოს პირველი მეფე და ამ შემდეგ, თვითონვე მოიძიებთ ინფორმაციას და მოგეთ თვითონვე გაგიმზადებთ კარგ პრომპტს. უბრალოდ მე გენერაციების დროს შეიძლება რაღაცები არ მოგვეწონოს, რაღაცები შეცვლოთ, ხო და ესეთი პროცესია რა მოკლედ. პირველივე ცდაზე ესე არაფერი არ კეთდება რა. ჭირდება ხან პრომპტების დახვეწა გჭირდება, ხან სურათების 1000-ჯერ გენერაცია, ხან ვიდეოების 1000-ჯერ გენერაცია, ხან შეიძლება პირველივე ცდაზე გავიმართლოს და კაი შედეგი მივიღოთ. კაი, რაც შეეხება სეტინგებს. ამ შემთხვევაში ახლა გვინდა პერსონაჟი მთლიანად უჩანდეს, ანუ ვერტიკალური სურათი უმჯობესი იქნება, ამიტომ ავირჩევ 916 გაფართოებას, იყოს 2K, ანუ 4K ახლა ამ შემთხვევაში დიად არ გვჭირდება, 1/1-ზე დავტოვებ grid-ს და ახლა რაც შეეხება setup-ს. ჩვენ რო ვიმკითხავთ ახლა რომელი კამერა ჯობია, რომელი ლინზა ჯობია, მარტივად გავხსნით კლოდის შატს, ჩაუგდება პრომპტს, ასევე აუწვირთავ იმ დოკუმენტს, რომელიც თვითონვე გააკეთა. და მოკლედ ვთხოვ ახლა შემირჩიოს setup-ი ამ კონკრეტული სურათისთვის. ესეთი რაღაცა მივიწევთ მარტივი ერთწინადადებიანი პრომპტი. ამ პრომპტის საფუძველზე შემირჩიე შესაბამისი setup-ი. მაინც დავუკონკრეტოთ კამერა, ლინზა და ასე შემდეგ. მოკლედ შეგვირჩია setup-ი და მოდი პირდაპირ ავირჩიოთ ესენი, აღარ დავიწყოთ ახლა მარჩიელობა. დავბრუნდები Cinema Studio-ში. ესე იგი, აქ გვინდა modular, ეს კამერა გვინდა 8K digital. შემდეგ ლინზა რა იყო დამოვიწყდა, Premium Modern Prime. აი ეს ლინზა შეგვირჩია 50 მმ და ეს იყო f4. აი ეს. მოდი დავაგენერიო და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. დაგენერი და მეგობრებო, ჩვენი პირველი სურათი, აი ესე გამოიყურება. ხო, ეხლა თავს ვერ დავდებ, რომ თქვა, ჩვენი წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ესე გამოიყურებოდნენ, არ ვიცი. შეიძლება ეს ჩექმები ცოტა თანამედროვეს გავს, მაგრამ ნუ არა უშავს იყოს რაც არის. ამას დავტოვებ მოკლედ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია თავიდან დავაგენერიოთ, ან შევცვალოთ მცირედით პრომპტი, მაგრამ მე აღარ დავიწყებ მოკლედ, მისაღებია ჩემთვის ეს ვიზუალი. შემდეგი გვჭირდება, როგორც ვთქვით, გვერდხედები და უკანა ხედი. ამისთვის გამოვიყენებ შემდეგ პრომპტს, left profile view, მარცხენა პროფილის ხედი. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება უკვე ეს სურათი. მარტივად შეგვიძლია აქ დავაჭიროთ სურათის აიკონს, დავუშვათ რეფერენსად ეს სურათი და ჩავსვათ ჩვენი ახალი პრომპტი, სადაც ვეუბნებით, რომ ეს იგივე პერსონაჟი უბრალოდ გვიჩვენოს მარცხენა პროფილით. დაგენერდა ჩვენი მეორე სურათი, ანუ ხედი მარცხენა მხრიდან, მარცხენა პროფილიდან და მოკლედ იდენტური პერსონაჟია, არაფერი სხვაობა არ გვაქვს ამ ორ სურათს შორის. იგივე გზით დავაგენერირებ დანარჩენ ორ სურათსაც. დასრულდა მეგობრებო გენერაციები, გვაქვს 4-ვე სურათი, ანუ წინ ხედი, გვერდხედები და უკანა ხედი და მოკლედ ჩემი აზრით იდეალურად გამოიყურება 4-ვე სურათი. აი, შემდეგი რაც მინდა გაჩვენოთ არის ელემენტის შექმნა. ანუ პერსონაჟი, რომელსაც გამოვიყენებთ ნებისმიერ სცენაში. ამისთვის ჩვენ ესე იგი მოდი დავშალოთ, არ გვჭირდება, ეს პრომპტიც არ გვჭირდება. გადავიდეთ ელემენტების სექციაში, დავაჭიროთ create news და ავტვირთოთ ჩვენი 4 სურათი. ეს 4 სურათი ავტვირთოთ, დავარქვათ სახელი, იყოს ფარნავაზი და აქედან ავირჩიოთ პერსონაჟი. აქ შეგვიძლია აღწერაც დავუწეროთ, ესეც გამზადებული მაქვს იდეაში, ფარნავაზ element description, ანუ აქ შეგვიძლია მარტივად 2-3 წინადადები დავახსენოთ უბრალოდ რა პერსონაჟია ვინ არის. ეს არ არის სავალდებულო, ანუ არჩევითი ველი არის, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში გავუწეროთ. აი, ეხლა მიცეთ create და შეიქმნა როგორც ხედავთ ჩვენი პერსონაჟი. ეხლა რო დავბრუნდეთ და აქ დავწეროთ ძალუკა, პირდაპირ გვიჩვენებს ავტომატურად ჩვენს ელემენტს და უკვე ნებისმიერ სცენაში, ნებისმიერ პრომპტის გაწერის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ელემენტი. კაი, მოკლედ ვისწავლეთ პერსონაჟის შექმნა. ეხლა დროა გადავიდეთ და დავაგენერიროთ უშუალოდ ერთ-ერთი სცენა. ამ შემთხვევაში მოდი გავაკეთოთ ნადირობის სცენა, სადაც ფარნავაზი ხეს არის მოფარებული და იყურება დაკვირვებით წინ სივრცეში. ეხლა რა გვჭირდება ამისთვის? მაქვს გამზადებული პრომპტი, ნადირობის სცენა, სადაც მაქვს აღწერილი მთლიანი სცენა, აქ მაქვს ესე იგი, ნუ დრაფტად მქონდა შენახული და მაქვს პერსონაჟი მიწერია, აქ პირდაპირ შეგვიძლია ეს წავშალო და ავირჩიოთ ჩვენი პერსონაჟი ფარნავაზი. და კიდევ ერთგან უნდა გქონდეს პერსონაჟი, აი აქ წავშალოთ ეს და
ავირჩიოთ ჩვენი პერსონაჟი. ანუ აღარ ვჭირდება როგორც ხედავთ რეფერენს სურათების ატვირთვა პირდაპირ ამ ელემენტს გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში მოდი იყოს 21:9-ზე უკვე სინემატიკური, ესე იგი ჰორიზონტალური სურათი, იყოს 4K მაქსიმალური ხარისხი და მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენს კლოდს შეგვირჩიოს სეტაპი ამ სცენისთვის. როგორც ხედავთ, აღარ ჭირდება ზედმეტი ახსნა განმარტება, მიხვდა უკვე თვითონ რაც გააკეთოს და პირდაპირ მაძლევს კამერას, ლინზას და დანარჩენ, ესე იგი, ელემენტებს. მოკლედ, სეტაპი შეგვირჩია კლოდმა და მოდი გადავიდეთ სტუდიოში და ავირჩიოთ ეს, რაც გვირჩია ჩვენმა chatbot-მა. ესე იგი, გვინდა full frame sign ეს კამერა, მოკლედ, შემდეგი არის compact anamorphic, ესეთი, აი ეს ლინზა, ეს იყო მგონი 50, ხო, 50 და f1.4. f1.4. აი ეს სეტაპია და ნახოთ აბა როგორ სურათს დაგვიგენერირებს ამ სეტაპით ჩვენი მოდელი. დაგენერირდა მეგობრებო ჩვენი პირველი სცენის სურათი და საკმაოდ კარგად გამოიყურება, პერსონაჟი იგივე ყავს, ხელში უჭირავს შვილდი, ის არის უკან ზურგზე აქვს ისრები და ეფარება ხელს და იყურება წინ სივრცეში. მოკლედ რაც თხოვეთ ის გააკეთა. აი, ეხლა მინდა გაჩვენოთ ერთი ფუნქცია Cinema Studio-ში, რომელიც არის ძალიან პრაქტიკული და სასარგებლო ფუნქცია, ეს არის multi-shot. მოდი დავაგენერებ პირდაპირ და მარტივად მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი, ერთი კლიკი გვჭირდება მხოლოდ, აი multi-shots უნდა დავაჭირო. დასრულდა მეგობრებო გენერაცია და მოდი ერთად ნახოთ რას ნიშნავს ეს multi-shot ფუნქცია, მოკლედ, როგორც ხედავთ, დაგვიგენერირა ჩვენი სცენის სხვადასხვა ვარიაცია. ზოგიერთ სურათში, თქვათ, კამერის კუთხე არის შეცვლილი, ზოგიერთ სურათში პერსონაჟი უკვე წამომდგარი არის ფეხზე და ემზადება ისრის გასასროლად, ესე ვთქვათ. ზოგიერთ სურათში გვაქვს უკანა მხრიდან ხედი და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვადასხვა ვარიაციები დაგვიგენერირა და აქედან შეგვიძლია გამოიყენოთ ნებისმიერი, შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ ნებისმიერი სურათი, თუ 2K-ში ან 1K-ში გვაგაკეთებული მანამდე სურათი შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ხარისხი და დავაგენერიროთ 4K-ში. მოკლედ, ეს არის ძალიან სასარგებლო ფუნქცია, იმიტომ რომ ამის შემდეგ უნდა შევქმნათ ამ კადრიდან ვიდეო და მხოლოდ ეს ერთი კადრი რო არ გამოვიყენოთ, შეგვიძლია აქედან თქვათ ავირჩიოთ რომელიმე სხვა სურათი, ერთი იყოს თქვათ საწყისი კადრი, მეორე იყოს საბოლოო კადრი და ბევრად უფრო მაგარი ვიდეო შევქმნათ, ვიდრე თქვათ ერთი სურათიდან შევძლებდით. ასე რომ ეს multi-shot ფუნქცია არის ძალიან მაგარი და ძალიან პროდუქტიული. კაი, მოკლედ სურათებზე ვერ ვისაუბრეთ და დრო გადავიდეთ ვიდეოების ნაწილზე, გადავრთოთ, ესე იგი Cinema Studio ვიდეო სექციაზე. აქ სურათებთან შედარებით ცოტა უფრო მეტი სეტინგი და ოფციები გვაქვს და მოდი გავიაროთ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველ რიგში გვაქვს სურათის ატვირთვა, ანუ რეფერენს სურათი თუ გჭირდება დამატებით რაიმე სურათის ატვირთვა ვიდეოში, რასაც გამოვიყენებთ, შეგვიძლია აქედან მოვახდინოთ მისი ატვირთვა. შემდეგი ფუნქცია არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქცია და ეს არის კამერის მოძრაობა. ანუ აღარ გჭირდება დამატებით პრომპტში გავუწეროთ, თქვათ კამერა უნდა იმოძრაოს აი მარჯვნიდან მარცხნივ, უნდა გააკეთოს zoom in-ი, zoom out-ი და ასე შემდეგ. გვაქვს გამზადებული შაბლონები და პირდაპირ აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი კამერის მოძრაობა. მაგალითად აი zoom out-ი, ანუ დაშორება, zoom in-ი, მიახლოება კამერის და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრნაირი არჩევანი გვაქვს და საკმაოდ ისეთი ეფექტური კამერის მოძრაობებია და შეგვიძლია სასურველი ავირჩიოთ. შემდეგი ფუნქცია არის ვიდეოს სიჩქარე. მაგალითად ვჭირდება slow motion, ანუ ნელი კადრი. შეგვიძლია პირდაპირ ავირჩიოთ slow motion. თუ გვინდა სწრაფი კადრი, მაშინ შეგვიძლია ავირჩიოთ speed up, აი ეს ფუნქცია. გვაქვს ასევე impact ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს, ესე იგი, სიჩქარის ცვლილებას კადრის განმავლობაში, გვექნება სწრაფი კადრიც და გვექნება ნელიც. გვაქვს auto, რომელიც თვითონ ავტომატურად გადაწყვეტს, როგორი სიჩქარე ჭირდება კადრს. გვაქვს custom, ან ხელით შეგვიძლია ესე ამოძრავოთ და მოვნიშნოთ. მაგალითად, თქვათ, გვინდა ერთი სიჩქარე კადრის დასაწყისში და თქვათ, ბოლოში გვინდა slow motion-ი, აი ამას ჩამოვწოთ ქვემოთ და ბოლოში გავიკეთებს slow motion-ს. მანამდე იქნება ჩვეულებრივი კადრი და ბოლო მომენტში გვექნება slow motion. და გვაქვს კიდევ წრფივი, ანუ ერთი სიჩქარით იქნება მთელი კადრი. შემდეგ გვაქვს ხანგრძლივობა, რა ხანგრძლივობის კადრი გჭირდება? მაქსიმუმ, როგორც ხედავთ, 12 წამიანი კადრი შეგვიძლია, მინიმუმ 3 წამიანი კადრი. კაი, ქვემოთ რა გვაქვს? ქვემოთ გვაქვს ესეთი ფუნქციონალი, single shot, ანუ ერთი უწყვეტი კადრი, თლიანი ეს ვიდეოს განმავლობაში გვექნება ერთი უწყვეტი კადრი, გვაქვს multi shot, ანუ
მრავალი კადრი, ანუ შეცვლის კადრებს, რამდენიმე კადრს გვიჩვენებს, კადრის ცვლილებას გააკეთებს, ოღონ ამას ავტომატურად გადაწყვეტს და გვაქვს multi-shot მანუალი, ანუ ხელით შეგვიძლია განსაზღვროთ კადრების რაოდენობა ერთ ვიდეოში და ასევე ხანგრძლივობა ამ კადრების, ანუ შეგვიძლია დავამატოთ მესამე კადრი, აი აქედან გავზარდოთ ხანგრძლივობა, ან პირიქით შევამციროთ და ასე შემდეგ. მოკლედ ესეც საკმაოდ კარგი და ეფექტური ფუნქციაა. კაი, დავტოვებ ამას single shot-ზე. შემდეგ გვაქვს პროპორცია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. გვაქვს რეზოლუცია 720 და 1080, ანუ HD და Full HD და შემდეგ გვაქვს ჟანრი. ხო, აქ შეგვიძლია სხვადასხვა ჟანრი ავირჩიოთ, ექშენი, ჰორორი, კომედია, ვესტერნი და ასე შემდეგ. მოკლედ, გააჩნია რა ტიპის ვიდეო გვაქვს და რა ტიპის კადრი გვაქვს, ამის მიხედვით შეგვიძლია ავარჩიოთ მოკლედ ჟანრი. შემდეგ გვაქვს აუდიო, თუ დავტოვებთ ამას ჩართულს, თვითონ დაადებს აუდიო ეფექტებს, გვაქვს შედეგების რაოდენობა და ბოლოს გვაქვს ესე იგი საწყისი კადრი და ბოლო კადრი. სულ ესაა სეტინგები ვიდეო გენერაციის შემთხვევაში Cinema Studio-ში და მოდი ახლა ერთი ვიდეო დავაგენეროთ ჩვენი სურათებით. დავუბრუნდეთ სურათების განყოფილებას და ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი კადრები. მოდი გავხსნათ ეს multi-shot გენერაცია. აქედან ავირჩევ ერთ-ერთ კადრს. მოდი იყოს ეს კადრი, ანუ ეს იყოს საწყისი კადრი და მოდი ეს იყოს ბოლო კადრი. ანუ კამერის მოძრაობა იდეაში სხვა მეტი აქ არაფერი არ ხდება და ნახოთ როგორ შეასრულებს ამ დავალებას. მოკლედ მეგობრებო, ავირჩიე საწყისი და ბოლო კადრი, ის სურათები, რაც თქვით, ეხლა დავაკოპირებ პრომპტს. უმარტივესი პრომპტია აქ აღწერ მარტივად სცენას, რომ არაფერი რაც დინამიური მოქმედებები არ გვაქვს და ეს ჩაკუზურიერა ხელი აქ მიყრდნობილი ხეზე, აქ მეტი ისეთი არაფერი მიწერია. კამერის მოძრაობასაც შეეხება, ავირჩიოთ tilt down, ანუ ზემოდან ქვემოთ უნდა წამოვიდეს კამერა. აქვე არის ეს გამზადებული შაბლონი და მოდი ავირჩიოთ პირდაპირ tilt down. ვიდეოს სიჩქარესაც შეეხება, ამ შემთხვევაში არ გვინდა ეს სწრაფი ან პირიქით slow motion-ი, კადრში გვჭირდება ერთნაირი სიჩქარე. შემდეგ ესე იგი ხანგრძლივობა იყოს 6 წამი, იყოს single shot, პროპორცია იყოს 21:9-ზე სინემატიკური, 1080, რეზოლუცია, აქაც დავტოვოთ, მივანდოთ, მოკლედ bets, ჩვენი ვიდეო იყოს general. რაც შეეხება აუდიოს, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში გათიშული აქვს აუდიო, ანუ როდესაც ვიყენებთ საწყის და ბოლო კადრს, Hixfield-ის პლატფორმა გვეუბნება, რომ აუდიოს არ დააგენერებს, მაგრამ გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მაინც აგენერებს აუდიოს და საკმაოდ კარგ sound ეფექტებს, ანუ ხმის ეფექტებს უკეთებს. აი, მოკლედ ყველაფერი მზად გვაქვს და შეგვიძლია გავუშვათ გენერაციაზე ჩვენი ვიდეო. აგენერით და მეგობრებო ჩვენი ვიდეო და მოდი ერთად ნახოთ, როგორი შედეგი მივიღეთ. აი, როგორც ხედავთ, აუდიო მაინც აქვს. ერთხელაც ნახოთ. ძალიან კაია იდეაში, ფაქტიურად უხარვეზო არის. მე ხა ერთი შეხედვით რაც ხარვეზებს ვერ ვამჩნევ. მოკლედ ესე შეგვიძლია ვიდეოების გენერაცია Cinema Studio-ში ჩვენი მიერ დაგენერებული კადრების მეშვეობით. მოკლედ ერთადერთი რაც დაგვრჩა არის გახმოვანება ქართულ ენაზე. გახმოვანებისთვის მე გამოვიყენებ Google AI Studios, რომელიც არის უფასო, ანუ უფასოდ შეგვიძლია დავაგენეროთ ქართული გახმოვანება. ეს არის Google AI Studios მთავარი გვერდი. აქედან უნდა გადავიდეთ Playground სექციაში და უნდა ავირჩიოთ Text to Speech. შემდეგ უნდა ავირჩიოთ მოდელი, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ Gemini 25 Pro ვერსიას. აქ გვაქვს დიალოგის სექცია, ანუ ორი სპიკერის დამატება შეგვიძლია და დიალოგის შექმნა შეგვიძლია, თუმცა ჩვენ შემთხვევაში გვინდა single, ანუ ერთი სპიკერი. აქ რა ხდება, ეხლა გეტყვით. ანუ მე რატომ მომწონს Google AI Studio? ჩვენ შეგვიძლია გავუწეროთ ინსტრუქცია პრომპტის სახით. ანუ კი აქვს თავისი ჩაშენებული ხმები, მაგრამ ამ ინსტრუქციების საფუძველზე შეგვიძლია შევცვალოთ, თქვათ, ტონალობა, ხმის ტემბრი და ასე შემდეგ. ამისთვისაც გამზადებული მაქვს მარტივი ინსტრუქციები, გადავიდეთ ჩვენს პრომპტების საცავში, აუდიოში და აი ავირჩიეთ ქართული გახმოვანება. უმარტივესი პრომპტი მაქვს. ანუ რას ვეუბნებით აქ? ვეუბნებით იმას, რომ აიგითხოს ესე იგი ტექსტი პროფესიონალური დოკუმენტური ფილმის წამყვანებით, ცოტათი დრამატული და ინტენსიური ხმის ტემბრით. ხმებს რაც შეეხება, აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ხმა. ამ შემთხვევაში ავირჩიე აი ამ ხმას, ცოტა რაღაცა ბოხი ხმა აქვს და მოკლედ მსგავს ვიდეოს ძალიან უხდება და ეხლა გვინდა ტექსტი. ტექსტიც აქ მაქვს შენახული. აი ეს ტექსტია, პირდაპირ ქართლის ცხოვრებიდან არის ციტატა და მოდი გავუშვათ გენერაციაზე. უნდა დავაჭიროთ აი ქვემოთ run relax. იყო კაცი ძნელი და მესისხლე და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა ვითარმედ. ყოველმან ქართველთაგან მან რომელმან პოვოს საჭურველი მოკალთ იგი.
ჩემი აზრით ძალიან კაია, აი რამდენიმე წამში მივიღეთ ძალიან კაი შედეგი. მე ეჭვება რომ მსგავსი შედეგი თქვა 11 Labs-ზე მივიღოთ, გატესტილი მოხდა, ამიტომ ვამბობ. ამას დავამატებთ პატარ-პატარა ეფექტებს მონტაჟის დროს და იქ პლუს პარალელურად გვექნება მუსიკა, საერთოდ აღარ შეეტყობა, რომ არის AI-ის მიერ დაგენერირებული. მოკლედ მეგობრებო, თითქმის ყველა ეტაპი გავიარეთ, გაჩვენეთ მთლიანი პროცესი. ერთადერთი რაც დაგვრჩა, ეს არის ვიდეოს მონტაჟი, ანუ ჩვენ მიერ დაგენერირებული კლიპების, მუსიკის, გახმოვანების, მოკლედ შეერთება და ერთ მთლიან ვიდეოდ გადაქცევა. მე გამოვიყენებ CapCut, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ვიდეო ედიტორი გამოიყენოთ. ეს არის ორიგინალი ტრეილერის დრაფტი, რაც ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ, ანუ რაც შექმენი, იმის დრაფტია და გაჩვენებთ ახლა რა მაქვს გაკეთებული. პირველ რიგში, მოდი გაჩვენებთ გადასვლებს, ანუ ტრანზიშენებს, ერთი კადრიდან მეორე კადრზე გადასვლა. ხშირ შემთხვევაში ვიყენებ, ესე იგი black fades, აი ტრანზიშენებში რო გადავიდეთ და შემდეგ ავირჩიოთ overlay და გვაქვს ესეთი ტრანზიშენი, black fade-ი, ეს მაქვს ძირითადად გამოყენებული, აი გაჩვენებთ ახლა რომელ ტრანზიშენზე არის საუბარი. და მესისხლე და ესე დააწესა და ამ ეს ჩაბნელების ეფექტი არის black fade-ის დამსახურება. გახმოვანებასაც შეეხება, ყველა მაქვს კადრების მიხედვით თავის ადგილზე განლაგებული, ბევრი არ მაქვს, ხოთ შორის 3 თუ 4 აუდიო ფაილია. რაც შეეხება მუსიკას, როგორც გითხარით, ანუ ვიდეო კლიპები მორგებული მაქვს მუსიკაზე. ანუ რას გულისხმობ, ახლა გაჩვენებთ. აი მაგალითად, აი ეს კადრი. მოდი გაჩვენებთ და გეტყვით. და ქართველთასა. ეს კადრი იდეაში კიდევ გრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მუსიკის ეს ნაწილი ითხოვს რაღაცნაირად რომ ჩაბნელდეს მთლიანი კადრი და ამიტომ მაქვს მოჭრილი ამ კონკრეტულ მომენტში ეს ვიდეო რგოლი. აი ნახოთ კიდევ ერთხელ. ჩემი აზრით ესე უფრო ეფექტურია. აი კიდევ რა გვაქვს გაკეთებული. სადაც გახმოვანება გვაქვს, იქ ოდნავ დაწეული მაქვს ხმას, აი აქ მაგალითად მაშინ ჰარნავას წარგზავნა მონათვისი ოდნავ დაწეული მაქვს ხმა და ხმის დაწევა ხდება keyframe-ების მეშვეობით. აი აქ ეს უნდა მოვნიშნოთ და სადაც გვინდა დაწეული ხმა, იქ უნდა შევამციროთ დეციბელების რაოდენობა, აი -12-მდე მაქვს თაყვანილი, ანუ აქედან ესე იგი 0 ხო არის აქ 0-დან დაიწყებს, აქ მოვა 12-ზე ჩამოვა, -12-ზე და შემდეგ -12-დან ისევ დაიწყებს ესე იგი მომატებას და ავა ისევ 0-ზე. ესე ხდება მოკლედ მუსიკის თანდათან შემცირება და რა თქვა ერთიანად რო არ გამოჩნდეს ეს მუსიკის შემცირება, სულად მოხდება ორს, ესე ნელ-ნელა რო შევამციროთ, აი ესე ეს keyframe-ები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. აი მოკლედ იდეაში სულ ეს არის, აქ რამე განსაკუთრებულს არ ვიყენებ, არაფერს, უბრალოდ გადაბმული მაქვს ეს კადრები და მუსიკის მიხედვით ზოგიერთ ადგილებში მაქვს ამოჭრილი შავი ფონი მაქვს გაკეთებული და სადაც ესე იგი voice over-ი გვაქვს, იქ მაქვს ხმა დაწეული. მეტი აქ არაფერი ისეთი არ ხდება. ვისაც ვიდეო მონტაჟში აქვს გამოცდილება, იმისთვის ანაბანაა, ძალიან მარტივია მოკლედ ესეთი ვიდეოს აწყობა. მთავარი საქმე არის გენერაციები, ვიდეო მონტაჟი უკვე ალბათ თლიანი საქმის ალბათ 5-10% გამოდის. აი მოკლედ სულ ეს არის მეგობრებო, თავს აღარ შეგაწყენთ, ისიც გონია რომ ცოტა გრძელი ტუტორიალი გამოვიდა. სანამ მკითხავთ ფასიანია თუ უფასოა Xfilm-ის პლატფორმა, ეხლა ალბათ თქვენ თვითონ ხვდებით რომ ამდენის საშუალებას უფასოდ რა თქმა უნდა არ მოგცემს, არის ფასიანი Cinema Studios გამოყენება, იქ პაკეტები თქვენ შეგიძლიათ არჩიოთ. დანარჩენი მუსიკის შექმნა და გახმოვანება არის უფასო შეგიძლიათ დააგენერიროთ ორივე პლატფორმაზე. მოკლედ თუ რაიმე გამორჩა, რაიმე კითხვები გექნება, დამიწერეთ კომენტარებში, ყველას კი პასუხებთ. და ლაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეხლა გიწავეთ.